ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ვიქტორ ორბანის რეჟიმის დაცემით გახარება უნგრეთში, რომ მეზობელ ბულგარეთში არჩევნებში მოულოდნელად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რუმენ რადევმა და მისმა პარტიამ. და მთელი პრობლემა იმაშია, რომ მას უკვე ბულგარულ ვიქტორ ორბანად მოიხსენიებენ. მისი სიმპათიების გამო რუსეთისადმი და ევროსკეპტიციზმის გამო. რადევის პოტენციურმა გავლენამ მთავრობაზე შეიძლება დამატებითი ბარიერები შექმნას უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატოში. და ბევრმა უკვე მოასწრო თავზე ნაციის დაკრა. თითქოს თუ ევროპაში კიდევ ერთი ორბანი გამოჩნდება, რომელიც მოსკოვში ვლადიმირ პუტინის ფერსაცმელებს ულოკავს, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას კვლავ ექნება პრობლემები საკვანძო კენჭისყრებზე ევროპულ საბჭოში. თუ გეტყვით, რომ ბულგარელი რუმენ რადევი, რომელიც პრორუსად ითვლება, და ვისი პარტია პროგრესული ბულგარეთი იღებს დაახლოებით 55% პარლამენტში. არ გახდება ახალი ორბანი და სანერვიულო არაფერია. არ ჯერათ? მოდით ახლა ერთად სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ, რადგან უკვე ბევრმა განაცხადა, რომ ბულგარეთში ახალი ორბანი გამოჩნდა. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ბულგარეთში ახალი ორბანი არ არის და უკრაინას იქ ნამდვილად არაფრის ეშინოდეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქვეა ბმულები, თუ როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი შემოწირულობის ან სპონსორობისთვის. მოკლედ, ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა კოალიციამ პროგრესული ბულგარეთი, რომლის სათავეშიც ყოფილი პრეზიდენტია რუმენ რადევი, რომელსაც ევროსკეპტიკოსად და პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მის პარტიას ექნება დეპუტატთა მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა. პარტია პროგრესული ბულგარეთი იღებს პარლამენტში ადგილების 55%-ს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ერთპარტიული უმრავლესობა. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, როგორც ჩანს, 2/3-ის მიღება ვერ მოხერხდება. მეორე ადგილზეა ცენტრისტულ პოპულისტური კოალიცია გერბი STS, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის. იქ ხმების 13.5%-ია. გერბის ხელმძღვანელობით კოალიციამ ჩამოაყალიბა ბულგარეთის ბოლოსწინა მთავრობა, რომელიც დეკემბერში მასობრივი კორუფციის საწინააღმდეგო პროტესტების შემდეგ გადადგა. მესამე ადგილზეა პარტია ვაგზელებთ ცვლილებებს დლებებს და კოალიცია დემოკრატიული ბულგარეთის ბლოკი 12.6%-ით. და ის სწორედ ამ უკანასკნელებთან სხვათა შორის რადევი არ გამორიცხავს ახალ კოალიციას პარლამენტში. რუმენ რადევი, რომელსაც ოპონენტები არამხოლოდ ევროსკეპტიკოსად, არამედ პრორუს პოლიტიკოსადაც მოიხსენიებენ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კერძოდ საუბრობდა ბულგარეთის ადგილზე ევროკავშირში და იმაზე, რომ ევროპამ უნდა შეიცვალოს. შემდეგ მის ციტატას მოვიყვანთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბულგარეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა დარჩეს ევროპულ გზაზე. მაგრამ დამიჯერეთ, ძლიერი ბულგარეთი ძლიერ ევროპაში მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და პრაგმატიზმს. რადგან ევროპა გახდა მსხვერპლი თავისი ამბიციებისა, იყოს მორალური ლიდერი წესების გარეშე სამყაროში. ამიტომ, რაც ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს, ეს არის კიდევ ერთხელ კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული ქმედებები და აგი შედეგები. განსაკუთრებით ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დიდი ძალისხმევის ჩადებაში, ინდუსტრიული ძალისა და კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. ამაში იქნება ბულგარეთის მთავარი წვლილი მის ევროპულ მისიაში. საინტერესო განცხადება, არა? თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადევას ბულგარელ ვიქტორ ორბანს ეძახიან. რატომღაც? არჩევნებში აქტივობა. ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით საკმაოდ დაბალი იყო, დაახლოებით 47%, ან ოდნავ მეტი, ანუ 3 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამინდელი არჩევნები 2025 წლის ბოლოს პოლიტიკური კრიზისის პირდაპირი შედეგი იყო. მაშინ ქვეყანაში ბოლო 10 წლის ყველაზე მასშტაბური პროტესტები გაიმართა. ისინი დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოსვლად, მაგრამ სწრაფად გადაიქცა პროტესტად მთელი პოლიტიკური სისტემისა და კორუფციის წინააღმდეგ. დეკემბერში მთავრობამ გადადგა, ხოლო პრეზიდენტს ტექნიკური დროებითი კაბინეტის დანიშვნა მოუწია. და რომ გავიგოთ, როგორი ქაოსია ბულგარეთში, უნდა ავინიშნოს, რომ 2021 წლიდან ქვეყანაში უკვე შეიცვალა 10 მთავრობა და ჩატარდა 8 საპარლამენტო არჩევნები. ანუ ყოველ ნახევარ წელიწადში ინიშნებოდა ახალი მთავრობა. როგორც მიხვდით, რა სტაბილურობაზე შეიძლება საერთოდ იყოს საუბარი. ბულგარეთისთვის თავად რადევი ერთდროულად ძველი პოლიტიკოსია და ასევე გარკვეულ სიახლესაც მოაქვს. ის პრეზიდენტის პოსტზე იყო 2017 წლიდან 2026 წლამდე, ანუ მთელი პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში. მაგრამ ბულგარეთი მაინც საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც მთავრობას აქვს ყველაზე მეტი უფლებამოსილება.
ამიტომ თავად რადევს ერთი მხრივ არ ჰქონდა განსაკუთრებული უფლებამოსილება კრიზისის დასასრულებლად, ხოლო მეორე მხრივ ფორმალურად დარჩა დაპირისპირების ზემოთ. ამიტომ ის გახდა ამ არჩევნების ფავორიტი. რატომ უწოდებენ რადევს ბულგარელ ორბანს? პრეზიდენტის პოსტზე ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ გამოდიოდა. Мол, поставки болгарского და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კეთილდღეობას აყენებენ წინ, მან მაინც გააკრიტიკა ახლახან უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც დროებითმა ბულგარეთის მთავრობამ გააფორმა. გარდა ამისა, რადევმა გამოაცხადა სურვილი აღადგინოს ურთიერთობები მოსკოვთან. თუმცა პრეზიდენტის პოსტზე რადევმა აჩვენა, რომ შეიძლება იყოს საკმაოდ მოქნილი პოლიტიკოსი და არ არის მზად მკვეთრად წავიდეს ევროკავშირის ან ნატოს პოზიციების წინააღმდეგ. მან უფრო მეტად გამოიყენა თავისი ევროსკეპტიკური შეხედულებები ვაჭრობისა და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ბულგარეთის შიგნით და ხშირად მიდიოდა კომპრომისებზე. აი არჩევნების წინ მან ძალიან შეცვალა თავისი პოზიცია. ერთ დროს ის იმუქრებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვით, მაგრამ ამას არც ერთხელ არ გააკეთა. ერთ დროს ის ამბობდა, რომ ევროპამ საერთოდ არ უნდა დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ არც ერთხელ არაფერი არ დაუბლოკავს. ერთ დროს რადევი უკრაინისთვის დახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგ გამოდიოდა ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, მაგრამ საბოლოოდ ხელი მოაწერა მას. თუმცა განაცხადა, რომ ის ნატოში სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. რადევი ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით და მოსკოვისადმი სიმპათიებით. თუმცა არჩევნების წინ მან განაცხადა, რომ ბულგარეთმა არ უნდა დაბლოკოს კრედიტი. 90 მილიარდი ევროს კრედიტი უკრაინისთვის. თუმცა ბულგარეთი ამ კრედიტში მონაწილეობას არ მიიღებს, ისევე როგორც უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. თითქოს როგორც ის ამბობს, ჩვენ უბრალოდ ხელს არ შეუშლით. უკრაინისთვის დამიჯერეთ, ეს საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ რადევმა ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა, მას კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს. ეს სწორედ ის 2/3 ადგილია პარლამენტში, როგორც პეტრა მადერს უნგრეთში. ეს ნიშნავს, რომ რადევს მოუწევს დაექმნოს პროევროპული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, რადევი არის მემარცხენე პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი, რომლებიც დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეები არ არიან. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მას კავშირები არ შეიძლება ჰქონდეს. აი აგიხსნით. პრეზიდენტობისას რადევი წარმოადგენდა სოციალისტურ პარტიას. De facto ეს არის ბულგარეთის კომუნისტური პარტიის მემკვიდრე. გარდა ამისა, რადევი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი ვიდრე ვიქტორ ორბანი და კიდევ უფრო ფრთხილი ვიდრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. აგიხსნით. რობერტ ფიცოს არ ჰქონდა ერთპიროვნული უმრავლესობა კოალიციის შესაქმნელად. მან მაშინ გაერთიანდა ულტრამემარჯვენე ანტიუკრაინულ ძალებთან, რომელთა პოზიციაც მას იძულებულია გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ პარლამენტში კოალიცია დაეშლება. თუ ყურადღებას მიაქცევთ, თავად რობერტ ფიცო შეიძლება ჩავიდეს და შეხვდეს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინაში. და სხვათა შორის თავი საკმაოდ ადეკვატურად დაიჭიროს. სლოვაკეთში დაბრუნების შემდეგ ის ისევ იწყებს სკანდალური განცხადებების გაკეთებას. აი ასე. იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო კოალიციის პარტნიორები. მაგრამ სიამდვილეში თვითონ ფიცოც კი ისეთი საშიში არ არის, როგორც ვიქტორ ორბანი. რადევს ამავე სიტუაციაში პარლამენტში ერთპიროვნული უმრავლესობა აქვს. მას კოალიციის შესაქმნელად პარტნიორები არ სჭირდება. მას პარტნიორები მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სჭირდება. ამიტომ თითქოს ყოველთვის აუცილებელი არ არის რადიკალების მოსმენა. უფრო მეტიც, ყველაზე რადიკალურმა პრორუსულმა პარტიამ ბულგარეთში, სახელად ვოზროჟდენიემ, ამჯერად პარლამენტში თითქმის 3-ჯერ ნაკლები მანდატი მიიღო, ვიდრე წინა ჯერზე. 3-ჯერ ნაკლები. და რადევი ამას შესანიშნავად ხედავს და ესმის, რომ მისი პრორუსული შეხედულებები ბულგარელებში ამდენ მხარდაჭერას ვერ პოულობს. ამიტომ ამით თამაში ნამდვილად არხის. თორემ, როგორც ამბობენ, შეიძლება ისევ ახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. გარდა ამისა, რადევს დასჭირდება დაფინანსება ევროკავშირის ფონდებიდან, რათა შეასრულოს დაპირებული ეკონომიკური რეფორმები. ამისთვის მისი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის კურსს. მეორე მხრივ, ბულგარეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან და ის დაინტერესებულია შეიარაღების მიწოდების გაგრძელებით. ამიტომ რადევს გაუჭირდება, იცით? საკუთარი მრეწველების ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მოვლენ და იტყვიან: არა, ჩვენ ვყიდით და გავაგრძელოთ იარაღის გაფიდვას. ამიტომ არ ღირს იმის შიში, რომ ბულგარეთი ძალიან დიდად შეუშლის ხელს უკრაინას. და ბოლოს ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს დავამატებ. გახსოვთ, როგორც ძალიან შიშობდა უკრაინა შარშან ანდრეი ბაბიშის გამარჯვებას ჩეხეთის არჩევნებში. მასაც ხო ჩეხ ვიქტორ ორბანს ეძახდნენ. მაგრამ აი 2025 წლის ოქტომბერში არჩევნებში ბაბიშმა გაიმარჯვა.
მაგრამ საბოლოოდ ჩეხეთმა არც კი სცადა უარი ეთქვა ასე წოდებულ ჩეხური ინიციატივაზე. საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თავად ქვეყანას ეს ძალიანაც აწყობს. ასე ვფიქრობ, იგივე იქნება რადევთანაც ბულგარეთში. აქ მრავალწევთილს ვსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწევეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე. და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ასე წერია: არხის მხარდაჭერა ალექსეი პეჩი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.